ნამლაშა შაიმნიძე 12 წლის. ვსწავლობ ქედის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ჭადრაკი და ცეკვა. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ გონი უფრო მიყვარს ცეკვა. უკვე 6 წელია ვცეკვავ ანსამბლ საუნჯეში. ცეკვაში ყველაზე რთულია ახალი ილეთების სწავლა. ყველაზე ადვილია ძველი ილეთების გამეორება. საუნჯეში გვყავს 2 ქორეოგრაფი, ერთს ქვია გოგი და ფაღავა, მაგრამ ჩვენ ვეძახით კოლხი ფაღავას. მეორეს ქვია მზია ტუნაძე. უფრო მხიარული არის გოგი და მასწავლებელი. მზია მასწავლებელი არის უფრო ლამაზი და უფრო დახვეწილი. უკვე მქონდა 10 კონცერტი და ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ბაკურიანის გასტროლი. იმიტომ რომ კარგადაც გავერთეთ და პირველი ადგილიც ავიღეთ. სიმართლე რომ თქვა, ყველა კონცერტზე პირველ ადგილს ვიღებთ. აჭარულში ვცეკვავდი სოლოს და ახლა შემომთავაზეს მეორე სოლო. ძალიან კარგი შეგრძნებაა დიდ სცენაზე სოლოს ცეკვა. ჩემი საყვარელი ცეკვა არის ხაზბეგური. ჩემ ქორწილში ჩავიცინო ნაცრისფერ ჩოხას და აუცილებლად ვიცეკვებ. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 22 წლის. შვილებს დავარქმევ ნიგას და ჩემი დის საპატივცემლოდ ნატას. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს კარგი კლასელები და ჩემ სკოლაში მყავს ძალიან ბევრი კარგი და საუკეთესო მეგობრები. სკოლაში ყველაფერი მოწესრიგებულია და არის დიდი ეზო. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია თამარ აბულაძე. იმიტომ რომ ის არის ძალიან ლამაზი, მოწესრიგებული, ძალიან უყვარს ბავშვები, ძალიან უყვარს თავისი საგანი და ასე შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ მას შემოყვარა მათემატიკა. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე მეცნიერი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ცეკვის მასწავლებელი. ახლა მინდა ვიყო 14 წლის, რადგან მომწონს თინეიჯერი. სახში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი და ბებია, ბაბუა, ბიძია და ტაია. ემეძლოს ხონაერადაც მეთქვა, მაგრამ მასე მირჩევნი. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 7 წლის და ქვია ნატა. ის არის ძალიან ლამაზი, საყვარელი, პრანჭია და უყვარს სიმღერა. ჩემი აზრით ნატა რომ გაიზრდება, გამოვა ქართულის მასწავლებელი. მამა ჩემი არის მშრომელი, სერიოზული და ჩემსავით სიმპათიური. დედა ჩემი არის ძალიან ლამაზი, თბილი და კარგი დიასახლის. ძალიან მიყვარს ედიკოს გაკეთებული აჭარული ხაჭაპური. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხინკალს. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია შურის მაძიებლები. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ ექნება, დავეხმარები გაჭირვებულ ადამიანებს. პირველ რიგში დავეხმარებოდი უსახლკარო ბავშვებს. პირადად ჩემთვის ვიყიდე ჩემი ოცნების სახლს. ეს სახლი იქნება მთაში, მას ექნება 2 სართული. პირველ სართულზე იქნება ძალიან დიდი მისაღები, რადგან ჩემი მეგობრები მოვიდნენ, გავერთოთ და მეორე სართულზე გვექნება საძინებლები, რადგან დაიძინონ ჩემმა მეგობრებმა. ეზოში მექნება აუზი, მანქანა, თვითმფრინავი და ასე შემდეგ. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ისლანდიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. დროში მოგზაურობა რომ შემეძლო, სად ვიმოგზაურებდი და როდის? მე ვიმოგზაურებდი 22 საუკუნის ისლანდიაში. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ჰობი? მაგალითად, ჩემი ჰობია ჭადრაკის თამაში. მაგრამ ისე ძალიან მიყვარს, რომ ჰობზე უფრო მეტიც არის. უკვე 7 წელია დავდევა ჭადრაკის წრეს. ჩემი წვრთნელია ნესტან მახაჭაძე. ჩემთანაც წვრთნის და ძალიან კმაყოფილები ვართ. ბევრი გამარჯვება მოვიპოვე, მაქვს 50-მდე медаლი და 1 თასი. ეს თასი მოვიპოვე ბლიც ტურნირზე. ძალიან რთული ტურნირი იყო, მაგრამ პირველ ადგილზე გავედი. ჩემი გეგმაა რომ გავხდე მსოფლიო ჩემპიონი. დიდი იმედი მაქვს რომ ფინალში დავამარცხებ ჩემ დასს. ჩემი ოცნების საჩუქარია ბოლო მოდელის ელექტროსკუტერი. ბედნიერება არის მეგობრებთან ერთად უცხოეთში მოგზაურობა და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.